მოგესალმებით ოქტოპუსერებო, ეს არხი ოქტოპუსია, მე კიდე ლუკა ვარ და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენი არხის წარმოდგენი კი გახლავთ ევროპაბეთ სპორტი. ის რო გაუშვა რა, გადაფარო. დღეს გვექნება წლის შემაჯამებელი კვიზი, რომლის წესებიც ალბათ იცით უკვე, იმიტომ რომ 2 წელია ვთამაშობთ. მე დავსვავ გასული წლიდან შეკითხვას, თქვენ უნდა ეპასუხოთ. გასული წლის ივენთებიდან რაც მოხდა. როგორ გახსოვთ? მარტო ივენთები იქნება? ცოტნე? დიახ. ხორხი როგორ გა? გასარევთ. სასულე. სასურველი. ჩვენი მონაწილეები ხო, მაინც ვიტყვი რა, ოქტოპუსის ბიჭები, ცოტნე გუნდიშა, ყავა ტატო. გამარჯობა. არა, ეს ორგზის გამარჯობა. ორგზის გამარჯვებული, ნახოთ წელს თუ დამარცხდა. პრიზი არაფერი არ არის? პრიზი არ არის, მაგრამ სასჯელზე გეტყვით თუ გნებავთ. რა არის ეს? წაგებული რაღაცას კისრულობს და მოგებულს არაფერი. წინა წელს ახალი წლის ვიდეო გავაკეთეთ, საჩუქრები გავათამაშეთ. წინა წელს სხვა სიტუაცია იყო ქვეყანაში, გიორგი. ბოლო მეორე ორზე გასული, ანუ მესამე და მეოთხე. ცეკვან TikTok ცეკვას რამეს, რომელსაც არჩევს პირველი და მეორე. ხო არა გა. წაგებ? ეხლა კი. რატო წინაზე ფინალში იყავი? მე რა. ეხლა მგონია რომ წავაგებ. სანამ დავიწყებთ, მოდი ესეთ შეკითხვას დავსვავ, 2024 წელი დაახასიათეთ ერთი სიტყვით. ტურბულენტური. ვაუ, რატო 7 თვით რო ჩამოვარდა ეხლა ბოლო კვირაში? არა, ეგეთ შავი ჰუმორი არ არის ჩემი, ანუ მგონია რომ ერთ სიტყვით დაახასიათეთო და რა ვიცი. ეს ერთ სიტყვით დავახასიათო ეხლა? ჩემთვის მიუხედავად ყველაფრისა რაც მოხდა წელს, მაინც ევროპის ჩემპიონატი იყო რა წელი იყო? რანაირი არა ერთ სიტყვით მითხარი. შალტაი ბალტაი. ტირეთი წერა. სულხან საბადან არის შალტაი ბალტაი. ძიმე. თქვის მა შეჩება რა მიდის? ძიმე პახმელია უნდა. ეგეთი ყოველი წელი ეგეთია და ნერვიული. ძიმე ოღონდ ფიზიკურად ძიმე იგულისხმება თუ ის საშვენიშან. საშვენიშან. ჩვენ ერთ წელი ყოფილა და დავიწყოთ მაშინ კვიზი. აი 2024 წელი ჩინური კალენდარით რისი წელი იყო? ჩაუ ჩემი კარგი. მოიცავს ახლოს არა შეიძლება ვერ ვიყო და 0 ქოლა დავიმსახურე ყველა, ხო? ბიჭო, ყველა წლები ვიცი ხოლმე და ეს ვაფშე გონზე არ ვარ ისი იყო. აი, მოიცა ერთ წამი. 24? რამდენი ხანში ერთხელ ნაშება? 12-ში. რატო ეხმარებით? გუნდი სასჯელი გავიხსენოთ. მე ჩემი გიორგის ცეკვას ვერ ავიტარ. აი, გადმიყურე. აუ, ეხლა მამლიდან გადათვალა და რაღაც ხმები შეშება. რა, მე რა, აბა ჩვენს გაჩვენე კალაბა რა. დრაკონი. აა, გუნდიში? მე მეწერა დიდი ხანია უკვე წელი. დრაკონი, ცოტნე გველი. კატადიას მიწერე. რასი? კატა. შენ ფეხბურთის ქვის ავსებ შეჩინე. დრაკონი არის სწორი პასუხი. უშენი. 2000 წელი იყო დრაკონის წელი. 2000 ვიფიქრე შეჩემა, მე პროსტა ესე მახსოვდა. 2000 წელი იყო დრაკონის წელი ეგ გამახსენდა. მაგრამ ამას ის არ უწერია, რანაირ დრაკონის იყო. რომელი ვიდეო, ანუ ოქტოპუსიდანაც მოვიდა შეკითხვა რა თქმა უნდა ყოველ წელს მოდის. რომელი ვიდეო იყო ოქტოპუსის არხზე ყველაზე ნახვადი 2024 წელს? ოღონდ 2024 წელს დადებული. და ლაივები არ ითვლება. დიდარი ღარიბი. რომელი? ზამთარში. ზამთარი, არა, მე ბათუმი მიწერია. მე ალბათ ჩარშან იყო ეს, მაგრამ რამდენ შეკვეთას შევჭამთ. მე სერიალების სტერეოტიპი დავწერე. არა, იმას რაც აქ ერთადერთი ნახი ის დაწერა. სად ვიყავი? გაცოცხლებული შოუ იყო. ოპა, აი არა მიხარ. საახალწლო, რომელიც 2 იანვარს დაიდო. კალთაში ჩაისვი, კალთაში. ძალიან კარგი იდეა. ვა, ხო აი დასაწყისში ყოფილი იყო რა. დიდი ხანი რო. ისე ჩამოაყალიბა რომ ხო რაღაც ზამთრის ახლოს იყო სხვა. ეგ არ გავითვალისწინე. ზამთრის ცოტა ხანი განთავისუფლდები შეიძლება. მეც მომეთა. შანსი არ გონდა. ზამთრის უფრო კარგი, შემდეგ კითხოთ ძალიან გაიხარდება ბატონ ვახტანგს, იმიტომ რომ ამ შოუს მაყურებელია. ვინ მოიგო Prime House-ის All Stars სეზონი? აუ, კაი, რა ჩემი კარგი მოვთხოვ. არავინ არ ვიცი. ტიპი არ ვიცი, შეჩემა ერთი ადამიანი არ ვიცი. ის დიას არის. არ ვიცი. ვინ იღებდა მონაწილეობას ეგ? მონაწილე არ ვიცი. All Star-ი? უი, სახელო გავარტყა. რატო წელს ახლა მე ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ეგ იყო მართლა. ორი. მოიცა ეგ ის იყო სახლი რა ჩუქეს? არ ვიცი. რატომ დაგეხმაროთ რა ვიცი. გელა. გელა თუ იქნებოდა იქნებოდა და დიასა.
კატადიასი შეჭერა. გეწერა, დაგეწერა. შენოზი. მე მგონი ვაფშე არ იყო. ხავში არ იყო მაშინ. ვიღაცა. მაშინ ნაზღაიცი. ცოტნე არის სწორი და არ დაუწეროთ ქულა. ვინ მოიგო? შენ აი დიასა? ერთი ქულა დია. კატადიასი. ვახა რა ვიცოდი შენ დიასა ამჯერად ვინ ვაფშე არ იყო მე მგონი. ორსტარი. ხო დიას რატო თქვი რა ეხმარებით ერთმანეთს. შენ დიასა მგონი იცოდი შეჭერა. და გადაეცა 13 კვადრატული. 13 კვადრატული ისა. ხო, აი რო შეგშურდა ყველა. ხო და ეგ მე წინა მეგონა. ეგ ისტორია მახსოვდა რაცა მომიყარა პატარა საფრთხე. ორსტარი რო იყო. მე ყველაზე გადავა საცეკვაოდ მოემზადები მაგას როგორ. ყველაზე გადავა თქვენ ახლა ვერ იღადავთ მაგალითად. ატომ პირველ კითხვაზე დაწერა კატა დიასი ფეხბურთელი, რომელიც პროსტა დაწერა კატის წელი და დიასი მიაწერა და ის რო არ დაგეწერა. კატა უნდა წაგეშალო. არის ეს წინასწარ ანუ შემდეგი თუ იქ მოიცა ეხლა რა დაწერა გელა ხო? გელა იცოდე გელა დაიმო. დიასი უნდა დავწერო შემდეგი ისევ საქმე. გელა. გელა გნოლის ბენდზე იქნება კითხვა ახლა. აი ბარკალაია. რომელი წიგნი იყო 2024 წლის ბესტსელერი საქართველოში? ოღონდ უცხოური წიგნი. ჰინტს მოგცემდით, მაგრამ ძალიან გაამარტივებს ეს ყველაფერი. ის არის შეტყობებული წიგნები იყიდებოდა ერთად. ბანდლი იყო თუ ერთი შეიძლება ითქვას, ჩემო გიორგი. კაი, ცოტნე. რაც მომდის, მე და ცოტა ერთად მოვტრეხები ვარ. 1984, 1984. ჰარი პოტერი. ეხა ეს აპონტიაში. ჰარი პოტერი არის 6 წიგნი, მაშინ უნდა არ არის, ჰარი პოტერი არ არის ხა ეგ. ეს 1984 დავწერე. კალას გარდა ყველას ქულები. ბოლოს გაიყიდებოდა ძალიან, ხო? მეც მაგ იმედით წავედი და ლოგი. და მე ის ხონდა რა, ანიგმეთი ან ცხოველების ფერმა იქნება მე. ხო და ეგ ჰინტი ეგ იყო რომ ხო. თქვი კალო, შეტყობებულიო, როგორ ვერ მივხვდი? მე მეგონა იცოდი. რაინჰაუსაც უყურა წიგნებით წავიქი. 2024 ერთად 2024 გამოხდა იქიდან გამივა ვივარაუდებო. შემდეგი შეკითხვა. რამდენი ოლიმპიური медаლი აიღო საქართველოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე? რამდენი ოლიმპიადა იყო, რამდენი медаლი ოქრო არა? მედალია იყო. მოგესმინათ კითხვისთვის. медаლი იყო. არა, ოქროს медаლი რამდენი აიღო? медаლი იყო. აღარ გავიმეორებ კითხვას. ერთხელ ამბობ. ორი ვარიანტი. მაგრამ მე მგონი ახლა ო გაარტყა ნაბოზარი. 5 გაარტყა. გუნდის 6 3 არავინ არ არის მართლა 7-ია. გაარტყამ ნაბოზარო. ყველა რას მაგინებს. ბიჭო, 3 ოქრო მახსოვდა და 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო და 3 ოქრო. 3-2 მახსოვდა მე. არ ვიცი. ჭოკით ყტომას თუ უყურებდით ოლიმპიადაზე? კი, როგორ არა. ჩემი საყვარელი დისციპლინა. რეკორდი რამდენი იყო? არა. ოლიმპიადაზე ჭოკით ყტომის დროს ჭუჭუები რო გამოედოთ ერთ-ერთ მონაწილეს, გახსოვთ ალბათ ხო, ძალიან დიდი ამბავი იყო, რომელსაც ერქვა ანტონი ამირატი. რა ეროვნების იყო იგი? ვისი სახელით გამოდიოდა, აი უნდა ვთქვა, თუ? ხო, რა ეწერა იმაზე, ის სახელით გამოდიოდა და ანტონი ამირადი. ბიჭო, ვაფშე არ მახსოვს ვის რა გამოედო. ეჭვი მეპარება ეხლა რო ამ ქვეყნისა, იმიტომ რომ გაივიწყე. მე ამათ არხზე უყურე და გაიცოდნა. იტალია. იტალია, უნგრეთი, იტალია, საფრანგეთი. იქითა ფლანგმა აიღო ქულა. ანტონი ამარეტი არა და როგორ ღირს. ხო, ეჭვი შემეპარა, იმიტომ ანტონი ეჭვი შემეპარა, იმიტომ რომ ის არის, რა ქვია. კარგი. ფილმი 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი რომელი იყო? მაგრამ მოდი ესე ვქნათ, რომ პირველზე ვინც გავიდა, მგონია რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ გეცოდინებათ. პირველზე რაც გავიდა და მეორეზე რაც გავიდა ის მითხრა. მე პირველზე რაც გავიდა ის ვიცი უჭველი. კაი, პირველზე რაც გავიდა შენ ეგ დაწერე, დანარჩენმა მეორეზე. შემოსავლიანი ფილმი პირველზე ვინც გავიდა, ეგ არ გვეცოდინება? მე ვიცი, იმიტომ რომ ალექსანდრე საყვარელი არის. მაშინ გითხარი რა ფილმია? აი, ჰინტი მოგცათ რომ მე ვიცი. Upside Down არის? Inside Out არის, Inside Out-ია. Inside Out. Upside Down-ი 2. მაგრა ისო დაეწერა ეს რა. თავდაყირას დავწერდი უეჭველი შეჩება. Box Office-ი, ხო? ანუ Box Office-ში მეორეზე ვინ იყო? პირველზე იყო Inside Out-ი მეორე ნაწილი. აი, სამი ვარიანტი მაქვს. დიდი მადლობა 5-დან 0-ს, რომ არის ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. 1 წამი. 5-დან 0. 3 2 1 გუნდში. Upside Down. Dune-ი. Dune 2. აი, რევანდელი ვენომი დავწერე, მაგრამ არ იქნება ეს. ანუ ძველი გამოსვლია. Dune 2.
დედპოლ ულვერინი. რა თქმა უნდა, გიორგი, რა თქმა უნდა. Come on, man. აი ვერაფერს ვერ ვიხსენებდი. ეს მესამე. შეჩემა დედპოლი და ულვერინი. ვაფშე ვერც ერთ ფილმს ვერ ვიხსენებდი. რა გამოვიდა წელს და რა არ გამოვიდა. მე მეგონა რომ აიღებდა ყველა. ბარბი შეჩემა, მე გამახსენე რომ წინა წელს იყო. ბარბი და ტიტანიკი წინა წელს რო იყო, მე გამახსენე. აქ ამონათდა ეხა ეს ფოტო და თქვენ უნდა მითხრათ რა ქვია ამ მიმს. მე ტატოს წინასწარ მეტყვალე მეგონა შეიძლება გელა იყოს. გელას. პროფესიორს მიმია ქართულად. საერთაშორისო მიმია, რომელიც ძალიან ცნობილი მიმი იყო 2024 წელს და წესით სახელი უნდა იცოდა. არა, არ ვიცი ბო. ჯერა. ლელა. პარემ შემოდრე. სოტნე ხატავს. მანახე. მე თვანახე რა. სხვადასხვა ამ კითხვაში მინდოდა რომ დახატეთ ყველაზე ცნობილი მიმი რა იყო თქო. ანუ მიკერძოებული იყო ახლა ყველა ცნობილი მიმი რა ვიცი. შენ ანახე რომ ეს ბოლოს რატო ინახე. Chill guy. ესე ქვია? მე დავაწერე Uncle Dog. ბიძის სამბორში, რა ბიძა ზაღა. ეგრე არ დგას შეჩემა ბიძი. ლელა ხო არის თო. ჩილ გაი არის სწორი პასუხი. ლელა თქვენი შეჭ. რათა ხმები კითხებს შეჩემა ერთმანეთში თუ რა. მე დედპოლი და ულვერინი ისეთი რთული იყო არა, ნახე შეჭება. რა არის ხა, ნახე რა ხდება. თქვენ ცხოვრობთ ერთად ძმაო. და რაღაცებს პირველი ხარ ვინც ეგ თქო, სხვადასხვა. პირველი ხარ ვინც ეგ თქო. ო. ერთად ცხოვრობ ძმაო, ერთ სახში ხარ შეჩემა და ერთმანეთში რაღაც ინფორმაცია. სულ სახში ხარ თქვენ შეჭება. არა, თქვენ ძილის წინს ვიყავ. ხო, გახსოვს რომ მოვედი იმ დღეს და ეს მიმი ნახე თქო ჩილ გაის თქო კითხე. მოდიში და 1994 გამოიცანდა მე ვერა. მაშინ რატო აკუთა? შეჩემა ერთი კითხვა ვერ გამოიცანილი. იმიტომ წიგნებს არ ბაზრობ სახში თქვენ აბოზრებს. ციგრებს არ კითხულობს. ნორმალური კითხვა რაც იყო ავიღეთ ჩვენ. კაი, კალას ერთი ხო. ოხ, კალას ერთი. რამდენი მედლები, რა ვიცი, ერთად ცხოვრობ და განვიხილავ. მედლები თუ არის. ფრანგი რო იყო ის დიდი ჭუჭუ რო ქონდა, თუ რა. ეგ არ უნდა გამემაზა. ფრანგი გავამტყი. ასპინძელი დავწერე პროსტა. ესეც მუსიკას ეხება შემდეგი. მუსიკას ეხება თორე ხა იმაზე მოიტან კითხვაც რა ქვია. განთვაკრელო როუდზე შეჩემ. 2024 წლის მუსიკა ვიცი რომ ძალიან უყვარს თანამედროვე მუსიკა ტატოს. და უნდა მითხრას ვინ იყო ყველაზე მოსმენადი არტისტი Spotify-ზე 2024 წელს. აუ, ჩემი კარგი მომწყარი. სოფლიოში. ვიცოდე. Spotify. შენ გაჩუნდი. Taylor Swift მიწერიან მე. ეგ იქნება. ბრუნო მარსი. რონა მასები გვიწერია მე და კონდიშას. ის გოგო. და ის გოგო ვინ არის? აი ბოლოს ასე ვერ ჩაწერს ერთად. კენდრიკ ლამარი. სწორი პასუხი არის, მეგობრებო. და ეს არის Taylor Swift. Taylor Swift განეგყვანის რა. Taylor Swift-ს ფიქრობდი ნაღდად. დამისახელეთ, დაწერეთ ალბათ ხო? დამისახელეთ დაწერეთ. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ორივე ფინალისტი. ახლა ეს შენი ქულა დადო. რა ჩემი ქულა, შიქო არა გაქვს, ამას ვერ დაწერენ შეჩემა. მე ვერ დავწერ შეჩება. ძალიან ვიცი მე. ჩემპიონატის ორივე ფინალისტი. პოზიშვილი იყო არ მახსოვს. გამარჯობა დატო. რა უნდა ხა? პოზიშვილი მეც დამავიწყდა და იქ. აჰა, რა გონია შენ? როგორ არა კაცო. ეს გადავობ. ცო ევროპული ქვეყნებია. მადლობა რატო გიორგი. ეხმარები? მადლობა. მოგცემს. უღრმესი მადლობა. ქულები ჭირდება დატოს. ჭირდება სასტიკად. უნდის აიღებს ეს ნაბოზარი. და ბოზარი შეხარ ამ კითხვაზე შეჭება. გონდიში. ისომ გამაზა. ეს მოსაბადა ფრანგეთი ცოტნე. ესპანეთის საფრანგეთი. ესპანეთი ინგლისი. ესპანეთი ინგლისი. ინგლისი. ინგლისს ფიქრობდი რომ დამეწერა. ეთქობა ზე რომ მეკითხეთ არ მიყურებია ალბათ. არა ბიჭო, ის რო ყოფილიყო გამარჯვებული. ჩვენ მოჭველი გეცოდენებოდა ამაც. დამეწერა. ხომ ესპანეთი ეცოდინებოდა თუ უჯველი. ხო, ცოტა გავართულე რა. ინგლისის დაწერას ფიქრობდი და. ქულები გადაანაწილდა ესე რომ კალას აქვს 6 ქულა, ტატოს 3, გუნდიშას 2, ცოტნეს 2. ვა. შემოთავაზებო. შემდეგ წელს ნერვიული კაცი ვარ მოვიყვანეთ ქულებზე რო ღელავს რა. რამდენია? შენაფუზა რო არა იყო ეს. მეორე ადგილი უნდა გაუწურო, შეჩემა. ინგლისი. მინდა ხა მე. კარგი, შემდეგ კითხვა. ამ წელს კალათბურთში პირველად დაფიქსირდა ერთ-ერთი ფაქტი. თქვენმა დაასახელოთ პირველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში 40000 ქულა მოაგროვა. ვიცი რომ იცით თქვენ. ფაჩულია შეჭე. კაი, ტატო. მოიცი დაწერე ეს? მე დავწერე. LeBron James. LeBron James-ი, კალა. LeBron-ი, მე სტეფანი მიწერია. Steph Curry. აუ ბიჭო, გადამრევთ თქვენ. შეჩემ ნახე 18-დან 9 იყო სპორტული კითხვა და მე და ცოტნე რო არ ვიცოდე დიდი ამბავი. ბიჭო, ლოგიკურად რა ლოგიკა კიდე სპორტული ჟურნალისტები, სპორტული ჟურნალისტები ერკვევიან სპორტში. სამი რიცხვი
შეშემა. ნახე, კითხვას მოусმინა შეშემა. ტიპმა წელს დაასწრო იმას, რა ქვია, ყველას. სტეფ კარიც და ვიცი რომ სამიანებს ხრის კარგად ლოგიკურად ვიფიქრე და ჩავთვალე რომ შეიძლება და ეს ყოფილიყო. ეს აგდებს ორ ლებრონიც ვიცოდი ის აგდებს სამიანებს და აი ძალიან ლოგიკურია რომ 40000 გოლა იმან. მაგრამ ის თამაშობს თელი ცხოვრება ამ დონეზე და სტეფი ახლა. ვა, ასაკები ნახდა ხარ. რომელი რამდენი ლებრონის წელი ნახდა და ვიცი რამდენი ხანი. მე რო ვკითხე ვოუკას. ვოუკას ვკითხე ეს კითხვა რომ მეთქი ეს. ეგ ეცოდინებათ ყველასო ახლა. ან ლებრონს დაწერნო. საწყალი ცოცხალი ყოფილიყო, დავწერდი კობის, მაგრამ ეგრე მე რაც ვიცი, მეს რომ მკითხო, ეს გიტყვი რა. კი, ეგ ყველა მიცის შეჩემ, აბა რა. კაი, მე-12 კითხვა. დაასახელეთ ორი რეპერი, რომლებსაც წელს ბიფი ჰქონდათ. და მათ ტრეკებს ერქვათ Not Like Us, Euphoria და Family Matters. ეგრევე წერია შეჩემ. ესეც სპორტი ხო არ არის? ორი რეპერი თუ ვიცოდე, შარშანი მღეროდა ფაქი და ნოტარიუს ბიაიჯი. ეგენი ვიცი. ემინემი ხო იცი? ბიჭო. ემინემი ვიცი. ხო და. მაგრამ არ ვიცი რა ბიფ ვაფშე არ უსვი, აი ვაფშე. ბიფი რა არის არის ის? ბიფი ხორც ჩეჩია. აი, გავიდეთ რომ მეტი სხვა პასუხი არ მიიღება. ხო. კენდრიკ ლამარი და დრეიკი. მე პაფტედი დავწერე ბიჭო. აფტედი და კენდრიკის ბიფი სხვაგან აქვს შეჩემო. სხვასთან. მე ქართული ის ლექსენი და ძვალი, ყავალ და დატო. რატომ აიღო ქულა? ანუ ჯერ დიასავ თქვი მე კენდრიკ ლამარი. მე-13 შეკითხვა. ვის უნდა 20000 ლარი? კელმან კი ნებისმიერი ტიპის შემოსავლის საფუძველზე 20000 ლარამდე ციფრული სესხის უმარტივესად მიღების შესაძლებლობას გაძლევთ. ოღონდ თამაში არა, ხალხს. როგორ და MyCredo Mobile Bank-ში უნდა შეხვიდეთ. Online მოითხოვოთ სესხი ციფრულად და შეგიძლიათ მიიღოთ შაბათ-კვირასაც კი 1 საათზე ნაკლებ დროში. ამ შეკითხვას კრედო იმიტომ მივაბი, რომ ეხლა თქვენ უნდა დამისახელოთ 2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია. ქართული ხო? სამი კომპანია იყო ახლოს საკმაოდ. მეც ეგ ვიფიქრე. ეს ვიფიქრე. მას სხვა რამე რამოტე, ვისაც გინდა ამოტრიალ. მე და ცოს ერთნაირი მიწერია. Tesla 3 წარი ჩვენ იყო. ერთად ცხოვრობ. არის უკვე მიხარი ამათ ჩაჯმო. დავაი. ბოდიში ის არის. ჩვენ ხო ერთად ცხოვრობ მაგაზე ატრაკება. ანუ განსხვავებული ვერსიები დაწეროთ და ჩვენ Tesla გვიწერია ორივეს. TikTok-ი? მართლა ბიჭო, TikTok-ი შეიძლება ყოფილიყო. მე ბანალურად Google-ი დავწერე. არც ერთი არა სწორი. სწორი არის. მესამეზე იყო Nvidia, Tesla მედი. მეორეზე იყო Microsoft-ი და პირველზე იყო Apple. Apple-ი iPhone-ი ან Tesla მეგონა და კარგი, შემდეგი მე-14 ისევ მუსიკიდან მოვიდა. რა მუსიკაზე ვცეკვავთ ახლა მაგას ამოვაგდებთ. One Direction-ის წევრებს თუ იცნობთ. კი, როგორ არა. რომელი მოკდაუნა ვკითხო ეხლა? რომელი გარდაიცვალა ოქტომბერში, ეგ უნდა გკითხოთ. აუ, ეხა მოხდა თან, ეხა მოხდა. მოხდა? გაბახ მოკითხვა აქე და სახელდა გვერდთან. მოკვდას მას ვაპირებდი და მოკვდა და მოხდა გავაერთიან. სახელს ან გვარს ჩაგითვლით, ან სახელს და გვარს. აუ, რა. გელა არ ერქმევა. აივნიდან რო გადავარდა თუ გადახტა. ო, არგენტინაში. ანუ გამოძიებას არ გთხოვენ სახელი და გვარი უცა. აუ, вообще აღარ მახ. ამ საქმეში იმაზე იყო ჩასული, რა ქვია. უცნაური გარემოება. One Direction-ის სოლისტი ზეინი მანდ არის, ზეინი. კაი, იცი, შეგეცი შეჩემა რა გინდა. მე სხვას დავწერ, კი რა ჯვინა. მოუწუწენ. რაი? ოი, ბიჭო, ერთნაირად წერ. მე მიხარ. სახელი დაწერეთ ერთი და იგი. არა, თან ის ხო? არც ერთი არ იციან. ორივე წერდა ჯონს. აი ხა რატო გამიბაზრე შეშე? მე ერთნაირი ქულები რატო თქვენს დაწერთ ახლა ჩემნაირს და ჯეისონი. ჯეისონი, ენდრიუ, მარკი, ჯონი. მაკედან არც ერთი არ იყო წევრი. მარკი და ჯონი ისე არის სახარების სინგლაში შემო. გარდაიცვალა ლიამ პეინი. ლიამი შეჩემა. Twitch-ზე მოიხსნა გამომწერების ყველანაირი რეკორდი. Twitch-ს არ უყურებთ არც ერთი და ამიტომ გაგიჭირდებათ ამ კითხვის აღება. Twitch-ი რა არის? ვინ მოაგროვა ყველაზე მეტი გამომწერი წელს Twitch-ზე? რამდენი იყო? ანუ რამდენ გამომწერზე ავიდა? მაიცე მე მიჩვენია რა. და ვინ იყო? და თითო ქულას დავწერა. ყველაზე ახლოს ვინც იქნება დავწერა ერთ ქულას და ტიპს თუ მეტყვით ერთ ქულას დავწერა. ცნობილი სახე არის პროსტა თუ იმინა Twitch-ზე? გეიმერი ვიღა სტრიმერი შეჩემ. Twitch-ზე სტრიმავენ ხოლმე სტრიმერები ხო? იმათ ამატრიალო რა ჯერ საყურებელო. საყურებელო ცოტნე. ეხა ციფრებით მე სპიდი მგონია და მილიარდი.
მილიარდი. აი იყოს მილიარდი. ყლეზე. Twitch-ის გამოწერები როგორ მუშაობს, იცი? რა ვიცი, შეჩემასა Twitch-ი რა არის. $5 ღირს ერთი გამოწერა. გამომწერი რამდენიმე უბრალო, ეგ გამოწერა თუ ნახვა? მილიონი. ორივე არა. გამოწერე. მილიონი. არ გადააკეთო ხა. მარტო ერთის. ჩაო ჩაო. 0 მოაკლო. 1 მილიარდი ეწერა. მაშინ მე ჩამითვალე 1 0-ის მოკლება. 3 მილიონი ეცი, 3 მილიონი, 1 მილიონი ცოტნეს, 3 მილიონი გუნდიშას. მარკი. ან 100 სახელი მილიონი და ნინჯა. არა ნინჯა. 100 მილიონი. გამოწერები, კალა. გამოწერები როგორ არის? ბიჭო, ნახე. არ ვიცი. ეხა ნახე. სპიდი დავწერე თავიდან. იმიტომ მახსოვს რომ ლაივი ქონდა რაღაცას რაც ლაივში იმატებდა გამოწერებს, მაგრამ ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, ტატოს სოდნიებოდა. აი სენატი დავწერე და 30 მილიონი. კაი სენატი მართალია. ტატოს ერთი ქულა. გამომწერი რამდენია? 728,535. აი 1 მილიონი მე ვიღავი ყველაზე ახლა. მილიონი. ყველაზე ახლოს არის ცოტნე. ერთი ქულა ცოტნეს. თუ არ ჩავთვლით რომ მილიარდი მეწერა და კაი, მე-16 კითხვა, ვინ გახდა Times მაგაზინის წლის ადამიანი? 2024 წლის. მენახა მაინც რამე ფოტოში. ტრამპი არ იქნებოდა. ხომაღალი მსჯელობის გარეშე ეხა რა. არ იქნებოდა, რატო არ იქნებოდა? არა, მონია ტრამპს არ დაასახელებდნენ ეგ ლიბერასტები. კოჩვენა დატო. ილონ მასკი. ტრამპს თუ არ დაასახელებდნენ ილონ მასკს დაასახელებდნენ. ზელენსკი. ტრამპი. არის სწორი პასუხი. ტრამპი ამართო ბიჭო? მასკი იქნება. ზელენსკი. ზელენსკი იყო 22-ში თუ მაშინ და 2-ში იყო მართლა მაგდა. ტრამპია ბიჭო? დიახ, ტრამპი გახდა წლის ადამიანი. Thank you Mr. President. შეჩემა, დაწერე რა. ბალად. ბოლო შეკითხვა აღარ წყვეტს არაფერს. მაშინ ორქულიანია. მაშინ ორქულიანია. არ გინდა არა, ეხლა აპონტია ძმაო. მე წამყვანს თავისუფლება, არ წყვეტს არაფერს აღარ აზრია. დავსვათ გავერტობით. ბოლო კითხვა მაინც ორქულიანია. რა შეშულა? იმიტომ რომ ის ორი აქვს რა. კაი. დავაი. 2024 წელს კიდევ ერთხელ მოვიგეთ საბავშვო ევროვიზია. ანდრია ფუტკარაძე გახდა გამარჯვებული. თქვენ დაასახელოთ სიმღერის სათაური ან სიმღერის ტექსტი და მისამღერიდან რო დაწეროთ, მისამღერი რო დაწეროთ ან მისამღერზე ერთქულას დავწერთ, ტექსტი იმაზე სათაურზე ერთქულას დავწერთ. არ მგონია იცოდეთ, მაგრამ შანსი აქვს ცოტნეს. თუ უსმინია შეჩერება. გეი მაგრაში. მეც ინგლისურად იქნებოდა სიმღერა, ქართულად ხო არ იქნებოდა. რა. ეს სათაურია პირველი, ზემოთაც მიწერია და. ქვემოთაც მიწერია მისამღერია. კონდი შენ გონე ვერ ხედავ თუ აი რა. აი რა. რა პოზრობა, რა შეასაკეთებ. არაფერ შეჩემა რა. ჭუჭუებს ვატოლეჭო. მინდა ჟურის დაუფიქსირო რომ ცოტნეს კარნახობენ. Homemade Google-ში ნახა პირდაპირ სიმღერა. ჩვენ homemade ვიდეოს უყურებდით შეჩემა რა გჭირ. აი თუ შეგეწევია თუ წატლაკე. გუნდიშა დაიწყებს. სოფლიოს დახმარება მოიმასნა და ვერ დაეხმარა. მე არაფერი არ მიწერია. ცოტნე დანებდა. ნუ ცოტა არ ჩაუთვლიდი მაინც. დედაზეა სიმღერა, როგორც მახსოვს, დედა ქვია თუ არა, არ ვიცი. რაღაც ეგეთი მისამღერა აქვს, რომ ნანათოს შენს გულში იყვაროს თოს. მოტრიალ ერთი ეგარ გეწეროს. თოს შენს გულში თოს, ანუ ეგეთი. დედა ქვია სიმღერას? დედა ქვია თუ არა, არ ვიცი, დედაზეა ნაღდად. დედას არის თუ არა, დედაზე არის. დედა, აი დედა იყოს, სიმღერას ქვია დედა. სიმღერას ქვია ჯორჯია და მისამღერი არის ონმაინ. ქართული სიმღერა. კამერაში რო გაჩვენოთ. ჯორჯია და ჯორჯია ონმაინ. ხეროდა ისე ეცემო სტივონდერი არა, რეჩარდს. ისეთი ამაზენი პასუხი ქონდა ქულები ჩამოაკელი. კარგი, კალა იყო ახლოს? მისამღერი იყო ღიმილი თოფს, ეგ იყო და ახლოს იყავი ძალიან. მით უმეტეს მელოდია გახსოვდა კარგად. მელოდია გაარხა კი. ამიტომ ერთი ქულა და სიმღერას ქვია დედა ჩემს. დედა ჩემს ქვია. მე ვარ ნახევარი ქულა ამაზე. ნახევარი დედაში ნახევარი ქულა ანუ თხოვდა. დედა ჩემს. ჩემს დააკლა ნახევარი ქულა. კიდე კალა მოიგო. ბავშვმა ბიჭო მოიგო ევროვიზია. გამარჯვებულად თვლითავს. ქულები ესე გადანაწილდა. კალას აქვს 8 ნახევარი ქულა.
კატოს აქვს 6 ქულა, ცოტნეს 4, გუნდიშას კი 2 ქულა, ორად 2 ქულა. 18 ქულიდან 2-ზე გახსოვს 24 აი, წააგეს გუნდიშამ და ცოტნემ და ახლა ტატო და კალა აურჩევენ ცეკვას, TikTok ცეკვა. როგორ უნდა ავარჩიო? აი, კალას წოდინება. ხო, ეხლა დღეს არ ვიცი. თქვენ თუ ვერ არჩევთ, მე მოგეხვანეთ. თან გული თუ იცე მოყვაგრე. ამათ მომდა გორ ჩაბარებულიო. გახალტურება არ მოსულა ძმა. შენ წინ ოდგას ერთი რომღერის და უკარო ვიღაც ეკავს და მე ლა 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 მაგაზია? ხო, ეგ რო გააკეთო. ერთმა რო იმდე რო შენ მეორე უკან იცეკოს. სიმღერა არ შედიოდა ეგ. არა, კი ღერი შეჭე პირს აყოლებ იმას რა. ვის სიმღერაა ეგა? კალა გაითვალისწინე რომ შენ შეიძლება დახვდეს ორი ტიტუშკა სახთ. ნახე? და შენ გინდა რომ ის იცოება რა. შევასრულოთ სრულყოფილად უკანასაც აკეთებ. სრულყოფილად თორე რაღაც ძალიან მაგრაღაც აკეთებენ. არა, პროსტა აქ ანუ დადგმა არ არის. თქვენ უარესი იქნებოდა რომ დადგმა მე ყოფილიყო. დადგმა მირჩევნია რამე რა. პირიქით უკან რა რაღაცა მე დადგმიანი პროსტა უნდა იცეკო. დადგმიანი შემირჩიეთ რამე. მომავალი წლის გადაცემისთვის სულელებები რო შევიტანოთ და ბულინგზე რო ჯარიმები იყოს და 40-ზე რომ მონაწილეები და 40-ზე რომ მონაწილეები და ერთ ეგ ოთახში 40-ზე მოდ არ ვარ ეს არის ახალგაზრდული არხი 40-ზე თუ არ ვიქნები რაღაც გინდა წუსულობა მაშინ არავინ არ იწუსუნებს და მობილგა ყობა ხაიო და ერთ ქულას ან ნოლს მოგებული იცი ყველა ყობა რა მოხდა წელს ის ეს წელს მოხდა მაყურებელს უთხრათ რომ აი ცეცხლები და რაღაცები უნდა ყოფილიყო საახალწლო TikTok-ების მაგივრად და TikTok-ის და ესეთი ვიდეოს მაგივრად რომ ეს მაინც გვექნებოდა წლის შეჯამება მაგრამ თორე სხვანაირად ქონდა წარმოდგენილი მაგრამ სამწუხაროდ კი ბევრი სხვანაირად მოხდა და გისურვებთ რომ 2025 წელს გულით გისურვებთ რომ შვიდოთ წნარად ერთმანეთის სიყვარულში გაგვეტარებინოს შემდეგი წელი მაინც კარგად იყავით გამოგვიწერეთ და დარჩით გააქტიურებული ზარის და გიტოვებთ ლა 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 და გიორგი სეკვას